ქართული ოცნობის მმართველობისა და არსებული საარჩევნო რეფორმის პირობებში არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. საარჩევნები ევროპული წარმომადგენლობის დაკვირვების ქვეშ ახალი საარჩევნო კოდექსით და მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი თუნდაც იმ რიგგარეშე არჩევნებს, რომელსაც ახლა ითხოვს ქუჩაში გამოსული საქართველოს მოსახლეობა. და რაც შეეხება კანონით დადგენილ შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რა თქმა უნდა, იქამდე დრო დიდია, თუმცა გეტყვით, რომ პირად ჩემს მოსაზრებას გეტყვით, რომ არანაირ არჩევნებში შესვლას ქართული ოცნების მმართველობის პირობებში და მათ მიერ ჩატარებული ელექტრონული ცრუ არჩევნების პირობებში აზრი არ აქვს. რადგან ეს იყო არჩევნები, სადაც 8 ციფრსაც სურთ, იმ ციფრს დაუწერენ ნებისმიერ პარტიას. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საუბარი პარტია გახარია საქართველოსთვის აქტუალური არ არის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ქვეყანაში დღის წესრიგში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო ტალღა არ ცხრება. დღეს არააქტუალურია ეს საკითხი პარტიისთვის, რომ განიხილოს ჯერ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, თითქმის 7 თვეა დარჩენილი იქამდე სანამ თვითმმართველობის არჩევნები შედგება და პარტია გახარია საქართველოსთვის ყოველთვის ასრულებს ხალხის დაკვეთას. აქედან გამომდინარე პარტიისთვის დღეს არ არის აქტუალური საკითხი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას თუ არ მიიღებს მონაწილეობას. ბევრად უფრო მეტი საქმეა დღეს გასაკეთებელი, ვიდრე იფიქრო მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. საარჩევნო რეფორმა და ახალი საპარლამენტო არჩევნებია მთავარი პროცესებში ჩასართავად ლეიბორისტული პარტიისთვისაც, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად საპარლამენტო მანდატების გარეშე დარჩა. ძირითადი აქცენტი ჯერ უნდა გაკეთდეს საპარლამენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ობიექტურად, არათუ ამათი დათვლებით. როგორც ჩვენთვის ცნობილი არჩევნებს ვინც ითulis ის იგებს და სულად ისე გააკეთეს ამათ თუ გინ აი ამ ელექტრონული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს და არავითარი აზრი არ ექნება ადგილობრივი მმართველობის არჩევნებს თუ ისევ ამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ისევ ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გააკეთა. ძალიან კარგად გვახსოვს 2010 წელს ლეიბორისტული პარტიამ ადგილობრივი მმართველობის არჩევნებს გამოუცხადა მაშინ ბოიკოტი და არც ერთი გვერდით არ დაუდგა. მარტო ლეიბორისტული პარტია დარჩა ესე რომ ვთქვათ არჩევნებს გარეთ და მაშინაც რო გაეკეთებინათ. ამასთან შედარებით უფრო სხვანაირი სიტუაცია იყო, მაგრამ მაშინაც არ იყო კარგი სიტუაცია და დღეს უკვე ისეთი პოლიტიკური ვითარება და პოლიტიკური სიტუაცია არის, ქუჩაში დაждდებენ უკვე თუ იმ გადაიარა ქუჩაზე იმას აჯარიმებ. ლეიბორისტული პარტია ყოველთვის აკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია და რაც კი ქართულ ხალხს წაადგება, ყოველთვის გააკეთებს იმას და თუ კი საჭირო იქნება, ლეიბორისტული პარტია უარს იტყვის ადგილობრივი მმართველობის არჩევნებზე. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია არჩევნებში. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ გაძარცვულ ოპოზიციურ სუბიექტებს დიდი უპირატესობით დაამარცხებენ. ოპოზიცია ისედაც იცის თავის რეიტინგი, ოპოზიცია მაქსიმუმი გააკეთა თავისი. 26 ოქტომბერს, 26 ოქტომბრის შემდეგაც მაქსიმუმი გააკეთა, ყველანაირად გაშლებლები არიან, მნიშვნელობა არ აქვს. შემოვა თუ არა ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია არჩევნებში, ის რასაც მმართველმა გუნდმა მიაღწია ამ პერიოდის განმავლობაში ყველას დაანახა ოპოზიციის ჭეშმარიტი სახე, ასე რომ გაძარცვული ოპოზიცია ეხლა შემოვა თუ არა არჩევნებში ნაკლებად საინტერესო, მთავარია საქართველოს სწორად და წინ წარმატებით განვითარდეს დანარჩენზე ოპოზიცია ის, რაც მავნებელი ოპოზიცია რას გადაწყვეტავს და რას იზამს, ეს ნაკლებად საინტერესოა უკვე დღევანდელი საქართველოს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 4 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი, მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს 4%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ამ მომრჩევლები კი საკრებულოების შემადგენლობას და მუნიციპალიტეტის მერებს აირჩევენ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობისა და სენაკეს აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების კოპროდუქციის აჯანყებულთა ვაგონი პრემიერა შედგა. სპექტაკლში წარმოდგენილია მე-20 საუკუნის ქრონიკა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. სპექტაკლი შთაგონებულია კოკი დადიანის ფრაზით, ძვლებიც კი ფიქრობენ საქართველოზე და ეძღვნება აჯანყებიდან 100 წლის თავს. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
დამთვრგუნველი იყო, რა თქმა უნდა, ეს გახსენება ამ საშინელების და ძალიან კარგი რამე გაკეთდა. ორივე თვიაც უღრმეს მადლობას ვეთქვი საღიობებს, შესანიშნავად გაართვეს ამას თავი. სპექტაკლზე მუშაობა ემოციურადაც და ფიზიკურადაც ძალიან რთული იყო. მიხარია რომ პრემიერა შედგა და ამ ემოციებს კიდე სხვა მიმართულება მივეცი. ამ პროექტმა ზესტაფონის თეატრმა და ბატონმა ვატომ მომცა იმის საშუალება, რომ ახალგაზრდული თეატრის სტუდიის მსახიობი რაღაც ახალ საფეხურზე გადავსულიყავი და ამ ადამიანებთან მუშაობის პროცესი არასოდეს არ დამოუწყება და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. ნამდვილად ძალიან რთული იყო. ემოციების რა თქმა უნდა ამ ყველაფერს თავისებური ჰქონდა. ყველა განსხვავებულად განიცდის. მეც რა თქმა უნდა განსხვავებულად განვისდიდი ყველაფერს. ვღელავდი, ნერვიულობდი რაღაცეებზე, მაგრამ ბოლოს ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც საჭირო იყო და როგორც ზოგადად თეატრს ეკადრება. მაყურებლამდე უნდა მიიტანო, გაიაზრო ის ყველაფერი, რაც ხდებოდა მაშინ, რაც გადახდა იმ ქართველ ხალხს, ვინც ამ უბედურებას შეეწირა და არ ვიცი, ალბათ შედგა სპექტაკლი და მივიტანეთ მაყურებლამდე ის სათქმელი, რის სიტყვაც სურდა რეჟისორსაც, რის სიტყვაც სურდა თვითონ ავტორსაც და რა თქმა უნდა დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ წინვალე მაყურებელს, რომელიც იჯდა დარბაზში და რომელიც ზუსტად მოყვებოდა იმ ემოციას, ზუსტად გრძნობდა იმ ჩემს სათქმელს თუ რაც უნდა გვეთქვა და რაც უნდა გადმოგვეცა ამ დიდი ტკივილის შესახებ. პრემიერა შედგა, მეგონი ორივე თეატრმა ძალიან კარგად გავაკეთა ამას თავი. მაყურებელზეც აისახა ეს ყველაფერი. აი ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა. ტრამპის თქმით, ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა. პრეზიდენტის თქმით, ეს ზომა გამოიწვევს ავტომობილების ინდუსტრიის უზარმაზარ ზრდას და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილებისა და ინვესტიციების ზრდას ქვეყანაში. ჟურნალისტების შეკითხვაზე არსებობს რაიმე შანსი, რომ ის კურსს შეცვლის, ტრამპმა უპასუხა, არა, ეს მუდმივია. თუ აწარმოებთ ავტომობილს შეერთებულ შტატებში, ტარიფი არ იქნება, განაცხადა პრეზიდენტმა. 10 წლის ნინო ცერცვაძე ზესტაფონის სასპორტო სკოლიდან ვლადიმერ ავციაურის თასის მფლობელი გახდა. ასპარეზობის ჩემპიონის ტიტული მან რაპირით მოასპარეზეთა შორის მოიპოვა. ნინო მესამე წელია ფარიკაობის სექციაში დადის და თავის ასაკობრივ კატეგორიაში ხელშესახები წარმატებებიც აქვს. სპილში ჩატარდა შეჯიბრი რაპირით ფარიკაობა. ავიღე მე პირველი ადგილი, ძალიან გამიხარდა და მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელებს და შემდეგ შეჯიბრზედაც იგივეს გავამეორებ. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ღია ციკლებში რაპირით მოასპარეზეთა შორის ზესტაფონელ მოფარიკავეთაგან 10 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მესამე პოზიციაზე გავიდა ქეთი მაღლაკელიძე. 12 წლიანებში კი ნატალი აბაშიძე. ჩემს ასაკში ავიღე მესამე საპრიზო მესამე ადგილი. მადლობელი ვარ ჩემი პედაგოგების და შემდეგისთვის უფრო გავაუმჯობესებ ჩემს შედეგს. მე გამოვედი მე 13-14-იანებში. არ ვარ ჩემი შედეგით კმაყოფილი, ავიღე მესამე ადგილი, შემოძიე უფრო მეტი, მაგრამ ახლა შემდეგ შეჯიბრებისთვის უფრო კარგად მომგონია. ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის ვლადიმერ ავციაურის სახელობის თასზე 2 დღის განმავლობაში ერთმანეთს 10, 12, 14 და კადეტთა კატეგორიის გოგონები და ვაჟები დაუპირისპირდნენ. მათგან საუკეთესოები ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში ჩაირიცხებიან და ქართველ მოფარიკავეთა ღირსებას საერთაშორისო ტურნირებზე დაიცავენ. მათ შორის იქნება ზესტაფონელი ნინო ცერცვაძეც.